აჰა, მორიელ. აი, მორიელ, ყოჩა. პირველი ხარ. მორიელ, პირველი ხარ ძამა. სალამი ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ბედნიერი და წარმატებული დღე მინდა გისურვოთ ყველას. აბა როგორ ვართ? როგორ ვართ? როგორ? ეხლა ყველას დაგიგზავნით, მეგობრებო. მოსაწვევი ბარათებს. აჰა. აბა როგორ ვართ? მე მგონი მზე გვინათებს ძალიან ცუდად. ეხლა ჩამოვუშვებ, მეგობრებო. აი ესე. მე მგონი ესე ჯობია. ხო. აი ზუსტად, ყოჩახ მორიელ. ხა. დილამ შვიდობის, კირჩხიბი, როგორ ვართ, მეგობრებო? აი მე ჩემი დასტები სად არის? აბა როგორ ვართ? უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, გაიხარე კირჩხიბი, მადლობა. მეგობრებო, როგორ ვართ? აბა როგორ მიდის დღე? მე ამ დილით ცოტა შეუძლოდ გავხდით. თავი მტკიოდა. ეხლა მოვედი თქვენთან. ვაიმე, ვნახე დღეს შენი სურათი. აი აქ TikTok-ზე შემხვდი. არ ვიცი რატო, წყალი გადავივლე და მოვედი თქვენთან. ვერა, ჯერ ვერ ვნახე სამსახური. სამსახურს ვერ ვნახავ, მანამ სანამ საბუთს ვერ ავიღებ. ანუ პერმესო გადავადება ჩამივარდა. გაიხარე, უღმესი მადლობა. და ეხლა მაქვს მაგის გამო ცოტა პრობლემები, ხო. სადაც მუშაობდი, იმ საზიზღარმა გოგომ არ გამიკეთა სრულყოფილად ჰოსპიტალიტა, მეგობრებო, ამიტომ შემექმნა პრობლემები. კი, იმიტომ წამოვედი იმ სამსახურიდან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, არავის არაფერი არ დაუთმოთ. ხო, რა თქმა უნდა. არა, ნერვიულობ. და საკარგი დაიკარგოს, რა ვქნა ეხლა, თავს ვერ მოვიკლავ ძალით. მიუხედავად იმისა, რომ ფული მაქვს გადახდილი ადვოკატში, ხო, ნუ რა ვქნათ. გაიხარე კირჩხიბი, არასოდეს არ მტოვებს სხვათა შორის. თქვენც ასევე ყველას ბედნიერი დღე მეგობრებო, დღეს რაღაც რა გვჭირს, დეპრესიული ფონი გვაქვს, კარტები გადაბურია და აი მეგობრებო, დეპრესიებში ვართ, სტრესებში ვართ. ხო, ერთი და იგივე გუშინდელი მეორდება დღესაც. ჩემო ძვირფასებო, თავს შემოუძახეთ. ბედნიერი დღე თქვენ ყველას, გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. გუშინ შევედი YouTube-ზე და ისეთი თბილი კომენტარი დამხვდა, მეგობრებო. აი უღრმესი მადლობა ავტორს. ცხოვრება მშვენიერია, მოგესალმები. ისეთი თბილი კომენტარი დამხვდა, დედას გეფიცებით, ყველასი ძალიან მსიამოვნებს. და ერთ-ერთი იყო კიდევ გუშინ გამორჩეული, სადაც იხსენიებენ ჩემს მეგობრებს, ანა მარიას, მორგანას და მორიელს. ხო, მეგობრებო, კი, ამ სამ ადამიანს განსაკუთრებით, მოკლედ იხსენიებენ ძალიან თბილად და ისე გემრიელად რო იტყვიან. უღრმესი მადლობა ავტორს. ყველა თითოეულის კომენტარს ვაფასებ. მიყვარხართ ყველანი, გაიხარეთ, მეგობრებო. თქვენ ხართ ჩემი სტიმული, დედას ფიცა ვარ. ძალიან კარგი განწყობით დავიძინე წუხელ. მოკლედ, მეგობრებო, მოვედი თქვენთან ეხლა ცოტა დაგვიანებით და დავიწყოთ ეხლა თქვენი ენერგიები. აბა რა ხდება დღეს? დღეს შაბათი და კვირა ხვალ. აბა ვნახოთ ეხლა ჩვენი ეს დასვენების დღეები, როგორი იქნება. ხო. ჩვენთან აქ ყველა მე ესე ვთვლი, რომ ყველა ძალიან ერთგულები ვართ, მეგობრებო, და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ესეთი ვიყოთ ძალიან ბევრი. ხო. ძალიან გამიხარდიო. გაიხარე თეა, უღრმესი მადლობა. აი ანა მარიაც მოვიდა. ანა მარია, არ ვიცი თუ გაიგონე წეღან რაც ვთქვი. მეგობრებო, სალამი ყველას. ანა მარია გუშინ YouTube-ზე დამიტოვეს ესეთი კომენტარი, რომ ძალიან მიყვარს ანა მარია, მორგანა და მორიელიო. დედას ფიცა ვარ. აი ჩაგიგდებ ანა მარია. გადადით მეგობრებო, კომენტარები წაიკითხეთ.
თქვენ თვითონვე დაინახავთ ამ ყველაფერს. ვინც იყო ნახავ, იქ გადადი YouTube-ზე და ნახავ. გუშინდელი თუ გუშინწინდელ საჯარო ლაივზე იყო დაწერილი. ძალიან დიდი სითბო დამიტოვა გულში. მეგობრებო, ძალიან გაფასებთ ყველას. აი ვერ წარმოიდგენთ უბრალოდ. მე არ გავარცხოებს, ეხა აქ თავის ქებას არ დავიწყებ, მაგრამ ძალიან ვაფასებ ერთგულებას. ვინც იყო ნახავ, ანა მარია გადადი და ნახავ. YouTube ვისაც გაქვთ, გადადის და ნახავთ. მეგობრებო, კომენტარები წაიკითხეთ. ხა. ძალიან ისე გული გამითფა. რა თქმა უნდა, ყველას დაწერილზე გული მითფება, მაგრამ გუშინ იყო განსხვავებული, ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული კომენტარი. უღრმესი მადლობა ავტორს. მოკლედ, მეგობრებო, დავიწყებ ახლა თქვენი ენერგიებით. პირველად გიყურებთო, გაიხარე, უღრმესი მადლობა. ბედნიერი იყო შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. კარგი ამბები გაგვეგონოს, მეგობრებო, აბა დავიწყებ. არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ, იყავით თავისუფლად, ვის ჩაი, ვის ყავა, მე ყავა ჩაი მეთქინ კი ნაღამ თქვი, სხვათა შორის ჩაი ამოვიღე მიღების რაციონიდან, იმიტომ რომ თურმე გულზე წვას მიშვებოდა. მოკლედ გავაგრძელებ, მეგობრებო, დავიწყებ ახლა, დავიწყოთ თქვენი ენერგიები. ჩახუტების ენერგიებში ხართ. ვინმე ჩაეხუტებით, აბა მეგობრებო, ვინც გყავთ გვერდით, მოbrundით და ჩაეხუტეთ. არ ვიცი ვის ვინ გყავთ, მაგრამ ჩაეხუტეთ. ახლა მორიელ შენ აქ არ გამოხვიდე ახლა სიტყვით. მორიელ სიტყვით აღარ გამოხვიდე ახლა. ვიცი, რასაც მეტყვი. აი აღარ შევიძლია. ჩემს ნათქვამზე მეცინება, მეგობრებო. ხო, ჩაეხუტე. ხა. რა პრობლემაა? მე მიყვარს ესე კარგ ნოტებზე რო ვიწყებთ. დედას ფიცავარ. აი ძალიან მიყვარს. ხა. არა, პირველი კარტია, რა დააგვიანე, მაგ დააქვართ, არი ნერვიულო. კი, რა პრობლემაა? ორმაგად დაგიბრუნდება სამყაროდან. კი, მეგობრებო. სხვანაირად არც იფიქროთ. გაიხარე. დაბრუნდი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ეხა მე რო თქვენ გიყუროთ ასე ვინ რას წერთ, მაპატიეთ. ასე ვიქნები მთელ დღეს. ხარხარში. ხა, მოკლედ გავაგრძელებ. აჰა. ხო, აბა, ვიცოდი ახლა მაგას რო დამიწერდი, მორიელ. ვიცოდი. ხა, მოკლედ გავაგრძელებ, მეგობრებო. ხო, თქვენი ენერგიები, აი ესეთი, ჩახუტების, მოფერების, სითბოს, სიყვარულის, ურთიერთობის, სიახლოვის და რა ვიცი, ესეთი მგრძნობიარე ენერგიებში ხართ, მეგობრებო. ვის ამ ურთიერთობაში დაბრუნება გინდათ, ვის განახლება გინდათ, ვის რა, აი მეგობრებო. აი ნახეთ უბრალოდ, ეხა შეხედეთ უბრალოდ კარტები როგორ საუბრობს. ხო, ძალიან გულგატეხილი ხართ ამ ურთიერთობიდან. აი ამ ენერგიებში ხართ, რომ ისევ და ისევ გული გტკივათ. მესმის თქვენი. მესმის. აღიარეთ ოღონდაც. ხო, აღიარებთ კი. ოპა. ეხლა მოუნდათ ბურღი და მთელი ამბები. მოკლედ მეგობრებო, ესეთ ენერგიებში ხართ, მაპატიეთ ეხლა ხმაური. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. ვერ შევწყვიტავ ვერაფრით. ოღონდ ეს არ ყოფილიყო და დავეკალით უნდაც ვინმეს. კარგი, გავაგრძელებ მეგობრებო. ხო, მოკლედ დარჩენილია ეს თქვენი ენერგიები წარსულში. თუმცა დაგრჩათ ძალიან დიდი სილამაზე მაინც. თქვენი მომხიბვლელობა, თქვენი აი გულთბილობა, გულჩვილობა, თქვენი სიყვარული ეს მაინც გააქვთ დარჩენილი, მეგობრებო. მიუხედავად ყველაფრისა, არ ხართ გაბოროტებულები და ძალიან მიხარია. არასოდეს გულში სიბოროტე არ ჩაიდოთ, არავის სამაგიერო სიბოროტით არ გადაუხადოთ. ხო, და იწმინდებით მოკლედ, გამოდიხართ ამ ყველაფრიდან, გამოდიხართ მეგობრებო. ანდა კიდევ აქ რასაც ვხედავ მე არის ის, რომ თუ კი კიდევ რაღაც გაწუხებთ, გაიკეთეთ წმენდები. გაიკეთეთ მეგობრებო, ნინი სალამი. აუცილებლად ჩაიტარეთ წმენდები, რათა დაიბრუნოთ თქვენი ეს
სილამაზე ეს, სითბო ეს, აი გრძნობელობა, ყველაფერი რადგან დაიბრუნოთ მეგობრებო, ხო? აუცილებლად ჩაიტარეთ წმენდები. ყოველ შემთხვევაში წენით არ გაწყენთ. ხო, გავაგრძელებ კიდევ თქვენი ენერგიები. კონფლიქტურ სიტუაციებში ვართ. ხო, აი ხო ხედავთ, აი ნახეთ რაღაცნაირად არმა. აი მეგობრებო, აი ესე. ხო, გაურბიხართ კი, არაფერია, ვერაფერს ვერ დაგიშავებთ კი, ვხედავ აქ ადამიანების ნეგატივს, კონფლიქტურ სიტუაციებს, მაგრამ ნახეთ ეს გუშინაც იყო, თქვენ გადიხართ აქედან. გარბიხართ მეგობრებო, კი, გარბიხართ. ხო, გარბიხართ, თქვენს კარმასაც ასრულებთ. გამოდიხართ ამ ხელშეკრულობიდან, ფეხშეკრულობიდან მეგობრებო. ვაი, რამდენი ხართ ძალიან ცუდად. ვაიმე. ხო. ძალიან ისეთი, იცით როგორი ადამიანი არის, შეიძლება თქვენ მიგაჩნიათ კარგად, მეგობრებო, თქვენთვის შეიძლება მეგობარი იყოს, შეიძლება დაქალი იყოს, მაკაცი იყოს, არ ვიცი ვინ არის, ნათესავი თუ ოჯახის წევრი, არ ვიცი. თითქოს და ფარული მტრები, მოდი ასე დავარქმევ. ფარული მტრები მეგობრებო, ყავთ, კი, ყავთ, ეს ყველას ყავს ზოგადად. ამიტომ არ ინერვიულოთ, არ მიაქციოთ ყურადღება მეგობრებო. როგორი ხო გეუბნებით, მიდიხართ აქედან, მიდიხართ, გაიქეცით, მეგობრებო, სანამ შეგიძლიათ გაიქეცით. არავის არ მოუხედოთ უკან, ხო. წადით, მეგობრებო, წადით. ბევრი ლაბირინთებში ხართ, ძალიან ცუდ ენერგიებში ხართ, მინდა გითხრათ, მაგრამ არა უშავს, მეგობრებო. ვხედავ რომ ძალიან დარდობთ, ვხედავ რომ ძალიან განიცდით, ვხედავ რომ როგორ გიჭირთ, მაგრამ არა უშავს. კიდევ რაო, თქვენი ენერგიები, რა ხდება? აი, მეორე შანსი. ღმერთმა გისმინოს ანა მარია. ნახეთ მეგობრებო, უბრალოდ ეხა თქვენ რა გევალებათ? მოდით ეს რჩევათ მივიღოთ. მეორე შანსს ხო ვითხოვთ ცხოვრებაში, ყველას გვინდა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი შანსი და კიდევ ერთი. რა თქმა უნდა, მესმის და ეს ასეც უნდა იყოს. კი, უკან არ უნდა დავრჩეთ, უნდა ვიაროთ წინ და ყველანაირი შანსი უნდა გამოვიყენოთ. ერთადერთი რაც გვევალება, სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში, გაუსწოროთ უნდა თვალები მეგობრებო. მივიღოთ ის სიტუაცია, რაც გვაქვს. მივიღოთ ის, რომ აი კი, შევცდი, დავაშავე და დამთავრდა. ხო, აი ამის აღიარებაც ძალიან დიდია. ეს მოგცემთ კიდევ ერთ საშუალებას, რომ აი გააგრძელოთ ჩვეულებრივად ცხოვრება. ჩვეულებრივი ადამიანი ვით მეგობრებო. ხო, აღიარება დანაშაული არ არის. აღიარება ყველას არ შეუძლია. მე ვიცი რომ აქ ვინც ვართ, ბევრს შეგვიძლია. ხო. აღიარება, მიღება და გაშვება. არა უშავს, რაც იყო. მეც შემეშალა, მეც დავაშავე. საკუთარ თავს დავუშავე მეგობრებო. საკუთარ თავს, ამიტომ არა უშავს. ხო. სად? რაიო გვიგებ, ვიზა მაინც მოგვეციო. მურიელ. არაფერს არ უნდა ჩავეციკლოთ. ხო, მეგობრებო. ერთი და იგივე გუშინდელი. ბევრი ქალბატონი რო იტყვიან შარულიანი მამაკაცის როლში დგას. ძალიან ბევრი ვართ ასე. კაბის მაგივრად შარვალი გვაცვია. კაცი ვარ და ქუდი მხურავსო. აი ზუსტად ესე ვართ მეგობრებო, ხო? კი, ესე ვართ. ქალური ენერგიები აღარ გვახსოვს. გვახსოვს მხოლოდ მამაკაცის პოზიცია. ქალიც ჩვენ ვართ და კაციც. ნახეთ? ინი და იანი. ქალიც ჩვენ ვართ და კაცებიც. ხა. მამაკაცის საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ და ქალის საქმეს თავისთავად ვაკეთებთ. ხო, აი ესეთ ენერგიებში ხართ. დღეს კაბა გაცვიათ ხვალშარვალი. მეგობრებო, რამდენი ხართ ასე, ოღონდ? ბევრი, ძალიან ბევრი. მეც ასე ვარ. მე ახლა ჩარვლით ვარ. კაბა ბოლოს როდის მეც ვარ მახსოვს. სამწუხაროდ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ნუ ხო რა ვქნა. ხა. და კიდევ ერთი ორი დასტა.
ძალიან გენატრებად წარსული თქვენი პოზიცია. ძალიან გენატრებად და ამის ძალიან დიდი იმედი გაქვთ, რომ ოდესღაც დაბრუნდებით და იქნებით ისეთები, როგორებიც იყავით ადრე და ძალიან კარგია რომ ესე ხო, არ ვიცი, საკითხავი არის? არის კი? მეგობრებო, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ და გჯერათ იმის, რომ აი ამის გწამთ, რომ ოდესღაც იქნებით ისევ ისეთები, როგორებიც იყავით და გეუბნებით, რომ იქნებით. უბრალოდ სხვანაირი ფორმით იქნებით, სხვანაირი, სულ სხვანაირი თქვენ იქნებით. კი, აბარა, მორიელ ხა, მაზოლზე ნუ მაჭერ ფეხს. მორიელ, მაზოლზე ფეხს ნუ მაჭერ. ძალიან გთხოვ. ხა, კებგიანი ქუდიც מחურავს ზუსტად. ჩემზე ამბავს მეგობრებო, მაღადავებს. გაიხარე. ხო, მოკლედ ესეთები ხართ ჩემო ძვირფასებო, მაგრამ არა უშავს. კარგი განწყობა მაინც შეინარჩუნეთ. ეხლა რაც მაინტერესებს, დღევანდელი ჩვენი სათაური რა არის? ხო ვერ მეტყვით. დღეს რაზე გვაქვს ლაივი? განხილვის თემა რა გვაქვს? მეგობრებო. მოდი ჩავიფიქროთ პარტნიორი და ვნახოთ ეხლა ამ შაბათ-კვირას, ბოლო 2 დღე აქვს დარჩენილი. არა, უიღბლობა არ გვინდა. არ გვაწყობს მაგი. ვარიანტებით არ მაქვს. ერთი თემით მიყვებით. მოკლედ მეგობრებო. რაც ამოდის ერთ თემაში, ის ყველაფერი მაინც ჩანს, ის ფინანსებიც ჩანს, ის ურთიერთობაც ჩანს, მეგობრებო, ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, იმას ისედაც გვაჩვენებს დასტები. ხო. მოდი ახლა ვკითხოთ პარტნიორზე. აი ჩვენ გავაკეთეთ კვირის დასაწყისში, გავაკეთეთ ესეთი გამოძახება. მოდი ვნახოთ ახლა ამ 2 დღის ვადაში, აღიარება თქვენი პარტნიორიდან. არა უშავს, მასე ვარ სულ მე. 24/7-ზე ყურს ასმენებით, ტელეფონი დევს და მე ვუსმენ. კი ბატონო, არა უშავს, მადლობა. ხო, ნახეთ მეგობრებო, აი ამ შაბათ-კვირის ენერგიები, თქვენი პარტნიორის აღიარება იმის, რომ ამ ადამიანმა ძალიან ცუდად მოიქცა და წავიდა თქვენგან. ხო, ამას მიიღებთ, სავარაუდოდ. ნუ ეხა ზუსტად ამ შაბათ-კვირას იქნება თუ არა ეს არ ვიცი, მაგრამ თვითონ ამ ადამიანის ენერგიებში ტრიალებს ის, რომ ხო, იმედია ჩავიფიქრეთ. კარგი დროა, იმედია ჩავიფიქრეთ, პარტნიორი, მოვასწარით, ვინ დაგაცადათ? ვინ დაგვაცადა მეგობრებო? ხა. რა ბანკეტი, რის ბანკეტი, კაცო? ხა. უყურეთ ახლა რა ხდება. თქვენი პარტნიორი, ანუ აღიარებს იმას, რომ არასწორად მოიქცა თქვენთან. აღიარებს, რომ ეს იყო რაღაცნაირი თავისი საქციელი ურთიერთობიდან წასვლა, დასრულება თუ რაღაცა თავისი მხრიდან მეგობრებო. ხო, აღიარებს იმასაც, რომ კრიზისშია ეს ადამიანი. ხო, ოღონ მართლა. აღიარებს იმას, რომ ძალიან დიდი ემოციური ფონიც აქვს, ქალბატონს თუ ვაჟბატონს ეკუთვნის. ხო, იმასაც აღიარებს, რომ თავის გახვეულ ლაბირინთშია, აბასიπტილი მას ჩამოხრჩობა თავისი ხელით მეგობრებო და ის რომ ძალიან ტოქსიკურ ურთიერთობაში გამყოფებდათ. ანუ თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორთან ურთიერთობა იყო ტოქსიკური. ტოქსიკური ურთიერთობა. ხა. აი ასე. მოკლედ, გავაგზელებ. კიდევ მისი ენერგიები მეგობრებო. თქვენი ჩაფიქრებული მეგობრებო, ეს ადამიანი ფიქრობს. ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს, გააზრებული აქვს და გაგებული აქვს, რომ უნდა გამოიღვიძოს, რომ აი ინტუიციურად გრძნობს, რომ თქვენ,
გრძნობს რა მეგობრებო, ერთადერთი უბრალოდ უყურეთ ახლა რა ხდება აქ. სიყვარული აქვს, გრძნობა აქვს, აი თითქოს და რაღაც გაკავშირებთ, რაღაც არის ისეთი, რაც გაერთიანებთ. არ ვიცი სიმღერა, არ ვიცი ცეკვა, არ ვიცი მუსიკა, ხატვა, რაღაც სფერო არის, რაც გაერთიანებს. ანუ ორივეს ერთნაირად გიზიდავთ, რაღაც საერთო გაქვთ. ხო. რაღაც საერთო გაქვთ მეგობრებო. კიდევ ამ ადამიანის ცხოვრებაშიც არის ჩარევები. ზეწოლა, ზემოქმედება, კიდევ მისი ენერგიები. მისი ენერგიები მეგობრებო. ძალიან ცუდათაა. ეხლა ეს ადამიანი იმყოფება განდეგილის პოზიციაში და მოკლედ ცეცხლში იწვის რო იტყვიან. კიდევ ის რომ დაბრუნება უნდა. დაბრუნება უნდა იქ, სადაც კარგად გრძნობდა თავს. ბოდიში შენთან ვერ დაგიმატებ. მოკლედ მეგობრებო, კიდევ შანსის აღება უნდა. ძალიან ეწინააღმდეგება თავს და თითქოს ძალიან დიდი ტკივილი აქვს და არც უნდა ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ აი ხო წარმოგიგენიათ ახლა იმპერატორის პოზიციაში ადამიანი წარმოიდგინეთ, ახლა როგორ შეიძლება ის აღიაროს ადამიანმა, რომ უთქვენოდ ცუდათაა. აი ამის აღიარება მისთვის სიკვდილის ტოლფასია. მოდი ასე ვიტყვი. ხო, თუმცა ძალიან გადევნებთ თვალყურს. აი ფარულად, მალულად, ტაინი პაკლონიკ. გადევნებთ თვალყურს ეს ადამიანი და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება იმით, რომ არ გაჩვენებთ, რომ თვითონ არის. ამას შეიძლება აკეთებდეს განსხვავებული მეთოდით. თუმცა ძალიან დიდი ტკივილი აქვს. იმის გამო რომ ხედავთ რომ თქვენ კარგად ხართ. თქვენ აჩვენებთ ამას, რომ კარგად ხართ, თორე ახლა როგორც ხართ, მეც კი ვიცი. აი თქვენთან რა უნდა ამ ადამიანს. აი რა უნდა თქვენთან, ნახეთ ამოვარდნილი კარტები. ხო. ამ ადამიანს უნდა პასუხისმგებლობის აღება. ეს ადამიანი ამბობს, რომ ჩვენ შორის არის ჩარევებიო. თუმცა მეგობრებო, ხო, თქვენ შორის არის მანძილი. ძალიან ცუდად არის, იმიტომ რომ მეგობრებო, ეს ადამიანი ღმერთო, ვეღარ დავასრულებ. რა თქმა უნდა. აი, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები ღმერთმა დიდხანს ამყოფოსო ასე ამბობს, რომ იქ მაინც გხედავთ. ახლოს ვერ მოგიახლოვდებათ, იმიტომ რომ მოდი ასე ვიტყვი, ჩასრული აქვს საქმეში. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. ძალიან ბინძური ენა მაქვს ხანდის ხანდა. ხა. შორს იმყოფება თქვენგან ძალიან შორსაა ემოციურად, შორსაა ფიზიკურად, შორსაა გონებრივად, შორსაა მოკლედ სად თქვენ და სად ის. მოდი ასე ვიტყვი. ხო. კიდევ რასაც ხედავ მე აქ, კი, ამ ადამიანს უნდა პასუხისმგებლობის აღება, მხოლოდ შენო, ამბობს შენთან ერთადო, თუმცა ერთდროს უარი თქვა თქვენზე და ამის გამო ეხლა არის მიტოვებული, მიგდებული, ხელფეხშეკრული, ხო, აი იმ უარით, ის გამო, რომ ყველაფერი აირჩია თქვენს გარდა. ყველაფერი ამჯობინა თქვენს გარდა. მხოლოდ თქვენ არა და სხვა დანარჩენი ყველაფერი. ამიტომ ძალიან დიდი ბოდიში აქვს თქვენთან მოსახდელი ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან დიდი გულის ტკივილი მოგაყენათ. ხო, იმიტომ რომ სიკვდილი განატრათ. ეხლა თვითონ ნატრულობს ამ ყველაფერს. ეკუთვნის. ჩემო ძვირფასებო. სათითაოდ მე არაფერს ვეუბნები. ეს არის საჯარო ლაივი. და თუ სურვილი გააქვთ, შეგიძლიათ დარჩეთ და მოვუსმინოთ ერთმანეთს. დანარჩენს ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ. ცოდვაა კი, მაგრამ ნუ რაც დააშავა, იმას რაც დათესა, იმას იმკიცე ხარ. ნუ რა ვქნათ? შენ არ იყავი ცოდვა? ჩვენ ხომ მისი სიკვდილი არ გვინდა? ხა. შენ არ იყავი ცოდვა? მეგობრებო. სიაბდლეში არ გადამივა ნამდვილად. ეკუთვნის უბრალოდ. მეტი არაფერი. კარგით, ეხლა მისი ენერგიები კიდევ. რა არის მისი ენერგიები? როგორია მისი ენერგიები? ხო. ამბობს, პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული და ვარ უსიტყვოდ. მაგრამ ვერ გამტეხავს ვერაფერიო მეგობრებო, მაგრამ უყურეთ რა ხდება. ძალიან ნერვიულობ შენზე, ძალიან მენატრებიო. ძალიან მინდა შენსკენ მოვისწრაფოდე. აი შენთან მოვისწრაფვი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს. პროსტა როგორ საუბრობს, გავგიჟდი. მაგრამ პირში წყალი მაქვს ჩაგუბებულიო. ძალიან მინდა ბევრი გელაპარაკო, ძალიან მინდა ჩემი გულის ტკივილი გითხრა თუ როგორ მიყვარხარ, როგორ მენატრები, როგორ მჭირდები, მაგრამ ბოდიში ქალივით ვიქცევიო. რა თქმა უნდა, ანა მარია. ხო, ქალივით მოვიქეცი. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მეგობრებო, ესე ამბობს.
მე ვარ იანი და შენ ხარ ინიო. ანუ შეცვლილი გაქვთ პოზიცია, მეგობრებო, აზე ხართ. თქვენ მამაკაცის ენერგიებში ხართ ის ქალბატონის. მამაკაცებმა შემოაბრუნეთ პირიქით. ანუ პირიქით რა შემთხვევაში, მეგობრებო? ანუ თქვენი პარტნიორი ამბობს იმას, რომ მე, ანუ აქამდე თუ მე ანუ როგორ იყო მოქმედებდი შენს ნერვებზე, ეხლა შენ მოქმედებ ჩემს ნერვებზეო. ანუ რაღაც მსგავსი, მეგობრებო. ხო, კიდევ გავაგრძელებ. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ და ძალიან დიდი რწმენა მაქვს, რომ ერთხელაც, ხო, მეგობრებო, ნახეთ, ერთხელაც დავბრუნდები. ერთხელაც ვიქნებით ერთად. ანუ ვისწავლე შავი და თეთრის გარჩევაო ამბობს. ძალიან მიყვარხარო ამბობს. მინდა რომ ერთად ვიყოთო, მინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და მე ამის მწამსო ამბობს. კიდევ, სასწაული თუ გინდოდეს, აჭიკჭიკ და მერცხალი, მეგობრებო. კიდევ რას გეტყვით? კიდევ გეტყვით ის რომ ეს არის კი, მეგობრებო, ნახეთ, მე არაფერს გეუბნები. მე ამ ყველაფერს არ გეუბნები. ეს არის ჩემი საიდუმლო, ნახე, ყველაფერს გიმალავ, ამბობს. აი მეგობრებო, გაურკვევლობაში გამყოფებ და ყველაფერს გიმალავ, მაგრამ ნახეთ რას ამბობს, მაგრამ ნახეთ პერსპექტივაში მე ვხედავ ჩვენს ურთიერთობას ერთად. პერსპექტივაში მე ვხედავ, რომ ჩვენ გვეყოლება ბავშვი. თუ კი გააქვთ ამის ასაკობრივი საშუალება, მეგობრებო, ამ ადამიანს თქვენთან ბავშვი უნდა. კი, პერსპექტივაში მე ავიღებ ჩემს ძალებს ხელში, ჩემს ცხოვრებას, ანუ ქალის ენერგიებიდან, ქალბატონებო, ასე ამბობს თქვენი პარტნიორი, რომ მე გავხდებიო, ანუ მამაკაცის ენერგიებში გადავალ, აღარ ვიქნები ისეთი როგორიც ვარ. ძალიან შევიცვლები, ვიქნები პასუხისმგებლიანი და შენთან მოვალ, იმიტომ რომ მე ვარ შენი შეპყრობილი. ეს ადამიანი ყოველთვის გითვალთვალებთ, მეგობრებო, რა ჭიკჭიკებს გავგიჟდი, დავიღალე. არ მინდა რომ რაიმე სიტყვა დამავიწყდეს. აი რა უნდა. არა მხოლოდ თქვენ ხართ ამ ენერგიებში. ეს იყო თქვენი პირველი კარტი. თვითონაც ასია, მეგობრებო. აი ნახეთ, როგორც თქვენ ხართ, ასევეა თქვენი პარტნიორი. უბრალოდ ეხლა აჭიკჭიკდა. რა თქმა უნდა, მეც ესე ვფიქრობ, მაგდა. ხა. აი რას ამბობს. მე ვარ შენი შეპყრობილი. აი, უბრალოდ ნახეთ, მეგობრებო. შენ ხარ ჩემი ოჯახი, მე მინდა შენთან ურთიერთობა, სიახლოვე, მეგობრობა, სიყვარული და იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი სულიერი მეგობარი. შენ, მეგობრებო. მე ვარ შენი ერთგულიო ამბობს და მე გავრისკავ და მოვალ შენთან. მე გავრისკავ და მოვალ შენთან. რა რისკი და რა სიყვარულს რა თუნდა რისკი, მეგობრებო. ეხა მიხვდით ხო, რასაც ჭიკჭიკებს ეს. ბატიტასიკო. ხა, ერცხალი კი არა, იგია ყვავი. ხა. არა, უყურეთ ეხა რა ხდება. მეგობრებო, ერთია მიუტევო უნდა ადამიანს, კი. ეს თუ კი შეგიძლია ძალიან კარგი, ხო, ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ძალიან კარგი თვისებაა, როდესაც მიუტევებ ადამიანზე აპატიებ, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე დაბრუნდე მასთან. ხო. რა თქმა უნდა. მიუტევო უნდა, მაგრამ იმიტომ არა, რომ დაბრუნდეს და დაიბრუნო. არა, ეს უბრალოდ შენი სულიერი სიმშვიდისთვის, მეგობრებო. ხა. არ უნდა მიიღო ზუსტად. ზუსტად. კიდევ ერთიც. აბა ვნახოთ რას გვეტყვის. კიდევ ერთიც. ხვა. იმდენი რაღაცა გააკეთა ამ ადამიანმა თქვენ და საწინააღმდეგოთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი ხერხი გააკეთა. ძალიან ბევრი რაღაც ცუდი ჩაიდინა. ეხლა ძალიან ბევრ ამას აკეთებს, რომ დაგიბრუნდეთ. რამდენადაც ცუდი რაღაცები გააკეთა, ეხლა იმდენად ბევრ რაღაცებს აკეთებს, რომ დაგიბრუნდეთ. ძალიან ბევრნაირად ცდილობს, რომ შემოგიძვრეთ, მოვიდეს თქვენთან, თავიდან დაიწყოს ყველაფერი, მაგრამ ხო, არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ამას აკეთებს კი.
რომ თავისი დასრული და გაფუჭებული საქმე გამოასწოროს. ხო. ესა თავისი დაბინძურებული ფეხი. რა ფეხითაც წავიდა. ძალიან ცუდად წავიდა ეს ადამიანი თქვენგან. ძალიან ცუდად დაშორდით. ეხა ვინ როგორ და ვინ როგორ. ვის ცოტა რთულად და ვის ცოტა ისე და ცოტა ასე მეგობრები ეხა აქ სიძლიერეს და განსხვავებას არ ჩამოვაყალიბებ. ხო, უბრალოდ ძალიან ამაყიცა ეს ადამიანი, ძალიან ამაყია და უნდოდა თავისუფლება, მაგრამ ხო, თავისუფლებაში ყოფნა, აი რა მოუტანა გულის ტკივილი და მთელი რიგი ამბები. მოკლედ, აქ რაც ხდება არის ის, რომ ამ ადამიანმა რაც გააკეთა, ბევრი გულის ტკივილი ჰქონდა და ბევრჯერ გადკინა გული და ძალიან ბევრჯერ აპატიეთ და ძალიან ბევრჯერ შეურიგდით და ბოლოს გააძუნძულეთ. ეხლა ძალიან ბევრ ამეს აკეთებს რომ დაგიბრუნდეთ, მაგრამ აღარ იძუნძულებთ უკან. უკან აღარ მოაძუნძულებთ. ბევრი თქვენთაგანი. თუმცა მას სურვილი აქვს ყველაფრის თავიდან დაწყება. ხო, აი ნახეთ. გამოსავალს ეძებს. აი ყველანაირ რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი, რომ ოღონდ დაგიბრუნოთ. თქვენ არ ვიცი ხა თუ იცით მისი საქციელი რას აკეთებს და რას მოქმედებს, მაგრამ მე რასაც რაზეც ვსაუბრობ, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით. მე რასაც ვამბობ. ეს ადამიანი საიდან და როგორ არ ვიცი, ცდილობს თქვენთან მოსვლას, თქვენთან მოახლოებას, თუ ინტერნეტით, თუ სოციალური ქსელით, თუ იმით, თუ ამით. თუ უცნო საიტით, აკაუნთით, დამალულით, დაფარულით, ხო, რა ვიცი. ძალიან ბევრნაირად ცდილობს. კი ბატონო. იმიტომ რომ ძალიან ცუდათა უთქვენოთ, ხო. აბა დააკვირდით მეგობრებო, უცხოური აკაუნთებიდან თუ გიგზავნით ვინმე მეგობრობას, ან თუ გწერთ. ხო. ან ქართველი, ან უცხოელი, იცოდეთ რომ თვითონაა. ხო. სიახლეებს სოციალებში თუ კი ხედავთ მეგობრობაზე, იცოდეთ რომ თვითონაა ან მისი მოგზავნილია, ან თვითონაა შემოგზავნილი. რა თქმა უნდა. ჩემგან წასული ადამიანი უკან ვერ ბრუნდება. გამორიცხულია. კი, მაჩვენე მორიელ, კი, ნამდვილად მაჩვენე მორიელ, კი. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი პარტნიორის ენერგიები. ეხლა გადავიდეთ ჩვენს შაბათ-კვირის. მოდი უბრალოდ ვნახოთ, ეხლა შაბათ-კვირა როგორი გვექნება. შაბათ-კვირის ინფორმაცია მოვისმინოთ მეგობრებო. საჯაროა, კი, ნამდვილად საჯაროა. აი მეგობრებო. შაბათ-კვირის ენერგია, დასასრული და დასაწყისი, რაღაცისთვის მზადება, ძველის დასასრული, მეგობრების წასვლა, ურთიერთობიდან წასვლა, ძველი სამსახურიდან წასვლა, ქალაქიდან წასვლა, გადაადგილება, გადასვლა, წასვლა, დამთავრება, დასრულება, რა ვიცი, ხო, აი, დამშვიდება თქვენი სიმშვიდე, თქვენი ემოციის დაწყნარება, დაბალანსება მეგობრებო, კი, უკან არ დახევა, მიზნებისკენ წინ წასვლა, აქ ახალი სიყვარული გელოდებათ, აი, თქვენი სურვილების ასრულება გელოდებათ, ადამიანი გელოდებათ, ოჰო, ამ კარტებს აღარ ამოვაბრუნებ, ესე გავაგრძელებ ეხლა როგორც არის. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ და ჯერ არ იცით. თუ კი არის აქ ხათუნაო, რა ხათუნა? რა გამომეპარა? ჩემო ძვირფასებო, ეხლა ერთ განცხადებას გამოგიქვეყნებთ. დღეიდან მე აღარ მაქვს პირადი გაშლები 7 იანვრამდე. პირადი გაშლები შევწყვიტე. მაპატიეთ, მაგრამ კი. ხათუნა წერს. ხო, მომიტევეთ, მაგრამ პირადი გაშლები შევწყვიტე. მე ვთქვი რამდენიმე ლაივის უკან. ადრე, რომ მე მარხვაში პირად გაშლებს არ გავაკეთებ. უბრალოდ ესე მოვალ თქვენთან. კი ბატონო.
რა თქმა უნდა, მეტი გზა არ გაქვთ. ხა, ამიტომ არა. ასე რომ ესე გადავწყვიტე მეგობრებო, მხოლოდ ვიქნები ესეთი ლაივებით და კერძო რა ქვია ამას და საჯარო გაშლებით შემოვიფარგლები. პირადებზე უკვე დავასრულე მარხვის დასრულებამდე მეგობრებო. ასე რომ მომიტევეთ. მოკლედ გავაგრძელებ მეგობრებო. ეხლა ვიტყვი რას, ნახეთ რა ხდება აქ. ხა, აქ რაც ხდება. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ. ეს თქვენთვის შეიძლება გაუგებარია ეხლა მე რასაც საუბრობ. თქვენ არ იცით ეხლა ეს ამბავი. შემოდის ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც იქნება თქვენი სურვილების ამსრულებელი, რომელიც იქნება ძალიან დიდი სიყვარული, ადამიანთან რომელთანაც იქორწინებთ. ადამიანთან რომელთანაც იქნებით მშვიდი, გაწონასწორებულები, ბალანსში და ადამიანი რომელიც თქვენს გამო უკან არაფერზე არ დაიხევს. ანა მარია შენ ცხოვრებაში უკვე არის ეს ადამიანი მე მგონი ხო? ხო, შეიძლება ბევრი ცხოვრებაში უკვე არის ესეთი ადამიანი, მეგობრებო. ვისთან არის და ვისთან არ არის. აბა დააკვირდით და გადაავლეთ თვალი თქვენს ირგვლივ მყოფ, თუნდაც სოციალებში, მეგობრებო. თუ არის ესეთი ადამიანი ვინმე თქვენთან, კარგად მიაქციეთ ყურადღება, მიმოიხედეთ. ხა. მიმოიხედეთ. ეს არის ახალი ადამიანი. უბრალოდ თქვენ ჯერ არ იცით ეს ამბავი. ხა, თქვენ არ იცით, თქვენთვის გაუგებარ ენაზე ვსაუბრობ ეხლა მე. ჩემი ჭრდილია. ჭრდილებს არ ვართ, მაგდა კი არა და ციდა. ჭრდილები არ გვინდა. ხო, ანუ ეს არის ახალის დასაწყისი, ახალი ეტაპი, ის რისთვისაც ეხლა ემზადებოდით, ეს პერიოდი რისთვისაც ემზადებოდით, რაღაცეები როდესაც დასრულდებოდა მეგობრებო, სრულდებოდა ამიტომ რომ ახალისთვის ემზადებოდით. კი, ეს იყო ახალისთვის მომზადება, ძველის და სასრული და ახალის დასაწყისი. არაფერი ისე აღარ იქნება როგორც იყო, ყველაფერი იქნება ძალიან სხვანაირად. დღეს კარტებს წავიკითხავ ასე სწორ პოზიციაში. ძალიანაც კარგი, რადგან ესე დაიწყო საუბარი. ჩვენმა ტაროს დასტამ ძალიან მიყვარს. გავაგრძელებ. ხო. რა გელოდებათ ამ ადამიანთან? მადმუაზელ მადამს ნახავ. ხო, მადმუაზელ მადამს. მორიელ, შენ პარიზ ფრანგულად მელაპარაკები და ახლა კი ხარ სადღაც მაგ ახლოს საფრანგეთში და ეგება გეიხედ გამეიხედე მორიელ. ხა. კარგად დაჭყიტე თვალები, დაყლიპე თვალები. მოკლედ მეგობრებო, გავაგრძელებ ახლა რა გელოდებათ ამ ადამიანთან? აი რა გელოდებათ ამ ადამიანთან? ოხ, ეს ადამიანი იქნება ძალიან მესაკუთრე. ამ ადამიანთან გელოდებათ რაღაც მნიშვნელოვანი ამბები. ძალიანაც კარგი. მისი ჭირი მე ეს იქნება თქვენი ადამიანი მეგობრებო. ნახეთ მეგობრებო. აი ქალბატონებო, როგორ საუბრობს თქვენს ახალ პარტნიორზე დასტა. ეს იქნება ადამიანი პასუხისმგებელი, იმპერატორი ქალი. ქალი, რომელიც ძალიან ძლიერია. ქალი არის ღვთაება, ქალი არის დედოფალი. ქალი შეიძლება იყოს დედა და ყავდეს ოჯახი. ოჯახი ყავდეს რა მხრივ ეხლა შეიძლება ყავდეს შვილი ან შვილები პასუხისმგებლობა ქონდეს თავის ოჯახის წევრებთან დედმამასთან მშობლებთან დედმამიშვილებთან შეიძლება იყოს დედაც და ბებიაც ან ბაბუა მეგობრებო ეხლა შემოაბრუნეთ თქვენს მხარეს სიტუაცია ჩემო ძვირფასებო ხო ქალბატონებო თქვენ შემთხვევაში თქვენ ამ ადამიანთან იგრძნობთ თავს იმპერატორ ქალად ქალბატონებო ხო. თქვენ იგრძნობთ იმპერატორად ამ ადამიანთან თავს, იმპერატორი ქალი, იმპერატრიცა. მოდი ასე ვიტყვი. ხო. ეს ადამიანი იმდენად კარგი იქნება თქვენთვის, რომ თქვენ იგრძნობთ თავს ნამდვილად. აი მეგობრებო, უყურეთ, როგორ წყვილში ხართ? უყურეთ მეგობრებო, როგორ წყვილში ხართ? ეს როგორ გამომეპარაკინაღა მე? აი, წყვილში ხართ მეგობრებო. წყვილში დაწყვილება, წყვილდებით. ძალიანაც კარგი. ეხლა თქვენ მაქუცურამ გიყუროთ შორიდან. ხო, ძალიანაც კარგი. ხო, აქ რაღაცნაირი სხვაობა იქნება. ამ ადამიანიდან მნიშვნელოვან ამბავს ელოდეთ. მეგობრებო, ისე რა ვთქვა, მაგრამ ბევრი შემთხვევაში იცნობთ თქვენ ამ ადამიანს.
ეხლა არ მითხრათ წარსულიაო და ჩემი ყოფილი პარტნიორიაო. ეს ყოფილი არაა, მეგობრებო. 2 დღეა ვამახვილებ ყურადღებას. ყოფილებზე როდესაც იწყება საუბარი, მე ნერვიულდები. ძალიან. არა უშავს. ქორწილის ფული არაა საჭირო. ქორწილის გადახდაც არაა საჭირო. რა პრობლემაა? ხა. რა პრობლემაა? ხომ არ მეტყვი. რა სავალდებულოა ქორწილის გადახდა? თავარია კარგად იყავი. ხა. არც ჩაცმა არაა საჭირო, ადამი და ევა ჩაუცმელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ ერთად, მეგობრებო. რა პრობლემაა? ლეღვის ფოთოლი. აი, აღარ შემიძლია. ლეღვის ფოთოლი, მეგობრებო. ხა, რა ქორწილი, რის ტანსაცმელი, რის ჩასაცმელი, რის ბიკინები, რა პრობლემაა? დედა? ვიღას უკვირს ახლა. დღეს ვიღას უკვირს, მეგობრებო. დღეს არაფერი აღარაა გასაკვირი. გავაგრძელებ. მეგობრებო, ძალიან კარგია თქვენთან. თქვენთან იმდენად ვიხსნები მე თავისუფლებაში, რომ ძალიან კარგად გრძნობ თავს. მე მგონი თქვენც ასე ხართ. თუ არ ვცდები. სხვანაირად აქ არ იქნებოდით ახლა. აორთქლებულები იქნებოდით. ხო? მე მგონი ასეა. ხა, გავაგრძელებ. კიდევ რა? ეს ადამიანი გამოგიყვანთ ღამის უძილობიდან, კოშმარებიდან, გამოგიყვანთ ტყუილებიდან, ტყუილი ცხოვრებიდან, გამოგიყვანთ სამკუთხედებიდან. კიდევ საიდან? იცით რა მებრძოლის სულის ადამიანი იქნება. ნახეთ, რა გელოდებათ და ოჯახი. ამ ადამიანთან გელოდებათ ოჯახი. ეს ადამიანი იბრძოლებს იმისთვის, რომ თქვენ იყეთ ერთად, ერთი ოჯახი. ხო, აბატონო, ძალიანაც კარგი. ხო, გადაწყვეტილება იქნება თქვენზე მისაღები. აი, თქვენი გადაწყვეტილება. რატო, მეგობრებო, რატო? აი, რას ერჩით? რა დაგიშავათ? ხო, გადაწყვეტილება. ხო, გადაფიქრებას არ ვართ. არა, ნახეთ, ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი. ნახეთ, მეგობრებო. აი, რა გავაკეთო? ორივე იქნებით ერთნაირები. არ გეგონოთ რამე განსხვავებული იყოს თქვენთან, ეს ადამიანი. არა, ორივე ხართ, აი რა ვქნა, აქაც წყულში ხართ და იქაც. აი, ზუსტად თქვენნაირი იქნება ის. ერთი ერთში. ორი ჯინიანი ერთად, ორი ჯიუტი ერთად, ორი ჯინიანი ერთად. აი, ხო თქვენ რა ხართ? აი, წარმოიდგინეთ ახლა თქვენნაირი ადამიანი. ვაჰ, ხო, აბა რა? ეს ასე ხდება ყოველთვის, მეგობრებო. არ იცოდით? ხა. ვერ მოიცილი ანუ არა. არა, არ მითხრა, ახლა წარსულიაო, გამორიცხე. მორგანა, რატო დაგაგვიანდა, ჩემო კარგო, გამარჯობა. როგორ ხარ? აბა, რა თქმა უნდა. ეს ადამიანი იქნება ძალიან მშრომელი. ძალიან მოულოდნელობებით სავსე, მეგობრებო. ამ ადამიანს ეყვარება სიურპრიზები, უცებ წასვლა, უცებ მოსვლა. ანუ უყურეთ რა მხრივ, კარგი მხრივ. სიურპრიზები ეყვარება მოულოდნელად სასიხარულო ამბები. აი ისეთ რაღაცებს გააკეთებს ეს ადამიანი, რომ აი პირი დაგჭება თხია, აი როცა არ ელოდებით ისეთ რაღაცებს გაგიკეთებს, თუნდაც საჩუქრებს, თუნდაც ფულად საჩუქრებს, აი რაღაც ისე გაგანებიურებთ, მეგობრებო, დედაც გეფიცები. ხო, აი ძალიან მხიარულ ნოტებზე, ნახეთ უბრალოდ. აი როგორი მხიარულები და თავისუფლები იქნებით. მეგობრებო. ხო, მეგობრებო. ზუსტად ამ ადამიანს, მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? არანაირი წარსული, არანაირი. ეს უბრალოდ არის ის ადამიანი, ვიზეც ფიქრობთ, ვისაც ელოდებოდით, ვიზეც ოცნებობდით, ვიზეც ბრძოლობდით, რომ აქამდე მოსულიყავით. ვიზე გესაუბრები მორიელ, გამორიცხე, მორიელ წარსული გამორიცხე. ხო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო.
მორიელა ხა შენ არ დამაჯერო მე ის რომ შენ ქალბატონმა სიურპრიზები იცის ესე გაგიხარებს გულს. ოდეს მე გული გაგიხარა? კარგი რა, მეგობრებო. არ მიადაროთ წარსულს. ძალიან გთხოვთ. არავის არ სჭირდება არსად წასვლა და ძებნა, არავის. ხა. ამიტომ მეგობრებო, ამ ადამიანთან გელოდებათ ძალიან ესეთი თბილი და ესეთი გასაოცარი ურთიერთობა, სადაც იქნებით ძალიან თავისუფლები. ძალიან თავისუფლები. ეს ადამიანი იქნება ძალიან რომანტიული, სხვათა შორის. ყოველთვის იფიქრებს თუ სად წახვიდეთ, სად წაგიყვანოთ, რით გაგაოცოთ, რით გაგამხიარულოთ და ასე შემდეგ. ხო. ასე რომ, კი. ზუსტად. ამ ადამიანთან გელოდებათ ოჯახი და ამ ადამიანთან გელოდებათ ძალიან ესეთი თბილი და მოსიყვარულე ურთიერთობა. ქორწინება, რო იტყვიან. ნიშნობა და ქორწინება. ამ ადამიანს ექნება რაღაც იცით როგორითვის ნახეთ რა წერია მეგობრებო. წინასწარ მეტყველების ნიჭი. ამ ადამიანს რაღაცა ექნება ისეთი ნიჭი. ხო, რაღაცა მსგავსი. ეყვარება თქვენსავით აი ეს გაშლები, საჯაროები თუ რაღაცა აი მსგავსი. ტაროლოგია, შეიძლება იყოს ფსიქოლოგი, შეიძლება იყოს ექიმი და რაღაც ესეთი მსგავსი, ხო. რაღაც მსგავსი მეგობრებო, რაღაცის ნიჭი ექნება. ფსიქოლოგიური ნიჭი ექნება. კიდე, გავაგრძელებ. აი როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა? ბალანსში, ეს ადამიანი მოგიყვანთ ბალანსში. ეს ადამიანი აი ამ დეპრესიული ფონიდან გამოგიყვანთ და თქვენი ურთიერთობა, თქვენ იქნებით ბალანსში. როგორ იქნება კიდევ? როგორ იქნება თქვენი ურთიერთობა? ხა, მეგობრებო, აი გექნებათ იცით როგორი თემა იქნება ეხა აქ გეტყვით. აი იკამათებთ რაზე? დედას ფიცა ვარ. აი ახლა მე რასაც ვკითხულობ აქ, იკამათებთ რაზე? ნახეთ ახლა გასასწაულს გეტყვით. იკამათებთ რაზე? თქვენ უფრო გიყვართ თუ მას? არა მე უფრო მიყვარხარ, არა მე უფრო გაფასებ, არა მე უფრო მაინტერესებ და რაღაც ესეთი მსგავსი, ბავშვური საქციელები მეგობრებო. ხო, მე აქ ემოციას ვხედავ კი. აი ესეთი манипуляციები გექნებათ. ურთიერთობაში ითამაშებთ. სასწაული მეგობრებო, არ ვიცი. ხა, ერთად იმუშავებთ. ანუ ერთად იქნებით ყოველთვის ურთიერთობაში. ხო, ანუ უყურეთ. აი რასაც გეუბნებით ეხა. 3 თვეა რო დაიკარგა, ის აღარა უკვე მოსაკითხი და მოსაძებნი. რას მელაპარაკები? ახალზე ვამბობ მე. კი, იმაზე ვკამათობ, კი, ამაზე ვკამათობთო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ თქვენ თვითონვე დააკვირდით, მე რასაც საუბრობ. ყოველ შემთხვევაში ეს წარსულიდან მოსული პარტნიორი არაა. ეს არაა ის ძველი პარტნიორი, ეს არაა, იცოდეთ. ეს ძველი პარტნიორი არაა. არც უნდა მოიკითხო. ხო, გავაგრძელებ. ანუ უყურეთ რა იქნება. ურთიერთობაში ორივე იმუშავებთ. მხოლოდ ის არა, ჩვენ გექნებათ ეს სიტყვა ჩვენ. ზოგჯერ გექნებათ რაღაც პაუზები, მაგრამ არაუშავს. ეს ადამიანი ხშირად გადაადგილდება. ამ ადამიანთან გაივლით ტრანსფორმაციას. ანუ ტრანსფორმაციას რა ფორმით? ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. რადიკალურად შეცვლის ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებას მეგობრებო. ეს ადამიანი შეიძლება იყოს გზავრი, გამგზავრება უყვარდეს, სულ მგზავრობაში იქნებოდეს, შეიძლება ხო. აი ზოგჯერ ეს იქნება უბრალოდ თქვენი ამ პაუზების ურთიერთობაში შეიძლება ყოფა, ხო, რადგან თუ კი თვითონ მოულოდნელად წასასვლელი იქნება ან მივლინებაში, ან რაღაცეებზე წასასვლელი სამსახურეობის მხრივ, ან ბიზნესმენი თუ იქნება მოუწიოს სადმე მარტო წასვლა, ეს იქნება და ეს უბრალოდ რომ ურთიერთობაში იქნება პაუზა. პაუზა რა მხრივ ხა? მიდის ადამიანი და თქვენ ვერ წახვალთ თუ რაღაც მსგავსი. ხო, ამიტომ ესეთი ტრანსფორმაცია გექნებათ ურთიერთობაში. მე აქ სხვა სირთულებს ვერ ვხედავ. ხო, ასწავლო უნდა მაგი შალახოს ცეკვა მორიელა ასწავლო. ძალიან შპაკაჩი არ ჩაგიჯდეს მერე და არ გახჩეს იგია საქმე. ხო. გავაგრძელებ ახლა მეგობრებო.
გავაგრძელებ. მე არ ვიცი, მეგობრებო, ნახეთ, ეხა აქ რასაც ვხედავ, არის ის, რომ არ ვიცი რა პრობლემა გაქვთ, ეს ადამიანი რაღაც საბუთებრივ პრობლემას მოგიგვარებთ. აქ ვხედავ კიდევ მე პრობლემას, რაღაცნაირი პრობლემა გაქვთ, ან გექნებათ, ან ეს ადამიანი მოგიგვარებთ, თუ კი გაქვთ, შემოგთავაზებთ რაღაცაში დახმარებას, კი, იმ საქმეში დახმარებას, რაც თქვენ გჭირდებათ. ეს შეიძლება იყოს ფინანსები, ეს შეიძლება იყოს განქორწინების პრობლემა, რაღაც დგას, ან იდგება თქვენში. რაღაც პრობლემა იდგება თქვენში და ეს ადამიანი შემოგთავაზებს დახმარებას. იქნებ ამ პროცესში გაიცნოთ ეს ადამიანიც. რაღაც პრობლემის წინაშე დადგებით, ან დგახართ და ეს ადამიანი დაგეხმარება. შეიძლება აქ მოხდეს თქვენი ნაცნობობაც. კიდევ გავაგრძელებ. კიდევ, მოდი ახლა მე მინდა ვკითხო, მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან ისეთი თბილი და მოსიყვარულე იქნება, აი რა ვქნა, თქვენ თავს იგრძნობთ ძალიან პოზიტიურად, ძალიან სტაბილურად და ძალიან სიყვარულით იქნება თქვენს მიმართ. მორიელ კუთხეში დაგაყენებ ახლა. ხა. მორიელ. კუთხეში დაგაყენებ ახლა მორიელ. აბა კიდევ რას გვეტყვის ამ ადამიანზე? სტაბილური. ამ ადამიანს ექნება თავისი წილი ფინანსები. კიდევ. ხო, აი რა ვქნა მეგობრებო, ეხა აგერ თქვენს თვალწინ ვიღებ კარტს. ძალიან ბედნიერები იქნებით ერთად. აი ერთმანეთს შეავსებთ. ძალიან ემგავნებით ხასიათებით ერთმანეთს. რაც თქვენ გიყვართ, იგი ეყვარება მას. აი რასაც თქვენ აკეთებთ, იმ საქმიანობით იქნება დაკავებული ისიც. დაახლოებით, ანუ ძალიან გაუგებთ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, თეა. ადამიანი იმედით ცოცხლობს. ამ იმედს მე ვერავინ ვერ წამართმევს. ეხლა არ ჩაეციკლოთ ამ ამბავს, ნეტა ვინ არის? ვინც არის? ვინც ხარ? ვიღაცა, ვინც ხარ? გურულების არ იყოს, ვინც ხარ? ხა. ნუ ვინც არის მეგობრებო? ვინც არის? არ თქვა ეხლა. user, არ ცალია ძველებისთვის. მე ვიცი ვინც არისა. ძველი პარტნიორი არაა, მეგობრებო, ეს წარსულიდან დაბრუნებული პარტნიორი არაა. შეიძლება იყოს ახალი პარტნიორი, რომელთანაც ჯერ მსგავსი რაღაცები არ გქონიათ. შეიძლება იყოს ნაცნობობა უკვე, მაგრამ ეს ნაცნობობა ძველს არ გავს. ზუსტად. ხო. რა თქმა უნდა, მორგანა, აი ზუსტად. ხო. მეგობრებო, აი რა გავაკეთო მითხარით. თქვენს თვალწინ ვიღებ კარტებს. ხედავთ, ხო? ეს არის ახალი ადამიანი, ეს არის ადამიანი ლიდერი. ამ ადამიანს ძალიან დიდი სიტყვა ეთქმის თავის ირგვლივ მყოფებში. შეიძლება იყოს ბიზნესმენი, რომელსაც სიტყვის ძალიან დიდი უფლება აქვს. რაღაც საქმიანობა, რაშიც ეს ადამიანი ერთ სიტყვას იტყვის და ყველა უსმენს. ეს ადამიანი არის ძალიან ბევრი გამარჯვებები, შეიძლება კონდეს ბევრი ჯილდოები, შეიძლება იყოს სპორტსმენი, შეიძლება კონდეს ძალიან ბევრი პირველი ადგილები, აი პირველობა, რაღაც ესეთი მსგავსი მეგობრებო. ეს ადამიანი კიდევ შეიძლება ტრიალებდეს ძალიან ისეთ წარმოსადეგ გარემოში, ბიზნესმენებში, ესეთ ფინანსურად მაგარმყარ მდგომ ადამიანებში. ხო, აი ძალიან ბევრი მიღწევები კონდეს შეიძლება. მდიდრების ირგვლივ ტრიალებს ერთი სიტყვით. ხო, კიდევ რაო? ხო, ამ ადამიანსაც აქვს რაღაც თავისი წილი, გულის ტკივილი გავლილი. წასულია ურთიერთობიდან ეს ადამიანი. კი, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც გადალახა, ამიტომ მყარად განაფეხზე პრობლემების შიში არა აქვს. ძალიან აქტიურია თავის საქმიანობაში და ეხლაც აქტიურადაა ჩართული. მეგობრებო, ძალიან მიაქციეთ ყველა თითოეულ სიტყვას, რასაც ვსაუბრობ. კიდევ
ხო, აი მის წარსულზე საუბრობს. ამ ადამიანმა წარსულში დატოვა ყველაფერი და გაიხედა წინ. კიდევ რაო? თავისი ცხოვრება დაიწყო თავიდან. თავიდან მეგობრებო. მას აქვს თავისი წილი ახალი ცხოვრება დაწყებული. არანაირი წარსული ცხოვრებით ეს ადამიანი არ ცხოვრობს. იცოდეთ რომ? ხო. არანაირი ძველი ძონძის კუკლა. არ ვიცი რატომ უნდა ფიქრობდეთ. ვერ წარმომიდგენია ძონძის კუკლებზე და ფუთებზე აღცალია. ეს არის ახალი ადამიანი, რომელთანაც გელოდებათ ახალი ცხოვრება, ახალი მეგობრებო, ახალი წიგნიდან, სუფთა ფურცლიდან. ხო. ამიტომ რომ ძველზე ფიქრს და შედარებას თავი დაანებეთ. ძველის შედარებას მოეშვით მეგობრებო. ეს გტოვებთ ისევ იმ ძველთან იცოდეთ. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? მოდით ვკითხოთ ახლა. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ მეგობრებო? ესაა შეტყობინების კარტი. იმუშავეთ საკუთარ თავთან. იმუშავეთ საკუთარ თავთან მეგობრებო და შედეგს ძალიან მალე ნახავთ. ცოცხი რუსთავი მოусვირო ახალი მოვიდესო. რა თქმა უნდა, სად მაქვს მე ის ჩემი ეშმაკის ცოცხები გამოვიტანო აბა მეგობრებო? ხვა მეგობრებო. იმუშავეთ საკუთარ თავთან, რომ აი წინ წახვიდეთ. არანაირი უკან დარჩენა მეგობრებო. ეს არის ხვავის და ბარაქის კარტი. აი ცოტა ხანი, სულ ცოტაც და დაინახავთ თქვენი შრომის შედეგს. თქვენს ნაყოფს მოიმკით. ხო. მოსავალს აიღებთ იმას, რაც დათესეთ. კი ბატონო, კიდევ? კი მეგობრებო. კი. კიდევ რაო? მოკლედ გამოდიხართ ამ სტაგნაციიდან, ამ ჩაკეტილობიდან გამოდიხართ მეგობრებო. კიდევ რაო? სამართალი ყოველთვის ჭამს პურს. ის რაც აქამდე იყო მიუღწეველი მეგობრებო, ამაზე არი ნერვიულოდ ყველაფერი არის, აი თქვენი ოცნებების და სურვილების ახდენის დრო მოდის. სამართალმა პური უნდა ჭამოს მეგობრებო. ასე რომ ამ რთული სიტუაციებიდან გამოდიხართ და ამ დანაკარგებიდან გამოდიხართ. ისევ ამ თქვენი ბრძოლით, ისევ ამ თქვენი მონდომებით, იმით რომ უფალს თხოვეთ შველა, დახმარება, იმის რომ უფლის გწამთ. ამიტომ არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ. არანაირად. რა თქმა უნდა. არანაირად. აი როგორ ევედრებით უფალს. აი ზუსტად მეგობრებო, ეს გაიხსენეთ ყოველთვის. უკან დაბრუნების დროს ყოველთვის გაიხსენეთ, რა გაიარეთ, როგორი მტკივნეული იყო და ეს მოგცემთ კიდევ ერთ დიდ სტიმულს და ერთ დიდ ბიძგს რომ წინ წახვიდეთ და არა უკან. ხო. ამას ვამბობ ყოველთვის. არანაირი უკან დაბრუნება მეგობრებო. რაც არ უნდა დიდი სიყვარული მოგაწვეთ, გულში დიდი ტკივილი და მონატრება მოგაწვეთ წარსული პარტნიორის. გაიხსენეთ ის გულის ტკივილი ზუსტად, ყველაზე დიდი. ხო, აი ზუსტად. და ეს არის დიდი ბიძგი. აი ესე გამოვედი მე. ზუსტად მეგობრებო, თქვენ რა აგონიათ? ხოლო თქვენ ხართ მასე? არა, მეც მასე ვიყავი. და აი ზუსტად ეხა რასაც გეუბნებით, აი ესე გამოვედი მე. ამიტომ წინ არანაირი უკან. ზუსტადაც მეგობრებო და ყველაფერი იქნება კარგად. არი ნერვიულოთ, ახალ პარტნიორს მიეცით საშუალება რომ შემოვიდეს დროულად. დროულად, ვერც მე მორგანა. ვერც მე ვერავის კი, ვაპატიო ერთია, მაგრამ უკან არ ვიბრუნებ. პატიობ იმიტომ რომ უბრალოდ მე მშვიდად გავაგრძელო ცხოვრება. ხო, თორე არ მჭირდება არავის დაბრუნება უკან მეგობრებო. არ მჭირდება, ასე რომ არ არის კარგი. უკან დაბრუნება ადამიანის კარგი არ არის. ჩვენ თვითონაც გვაბრუნებს უკან ენერგეტიკულად და რატო ეხლა? წინ მინდა ვიარო. მიჯაჭულობა, ნახეთ, ეს არის მიჯაჭულობის კარტი. ეს კარტს არაფერს მოგვიტანს მეგობრებო, ასე რომ გაუშვით. მოკლედ, რას გვეტყვის ახლა? ასტრაბარათები. მოდი ვკითხოთ ახალ პარტნიორზე რას გვეტყვის.
ახალი პარტნიორი. დღევანდელ ჩვენს ლაივს დავარქმევ ისევ და ისევ ახალი პარტნიორი. მოულოდნელი ახალი პარტნიორი. ხო, აი ასე. ესეთი იქნება ჩვენი დღევანდელი ახალი პარტნიორი მეგობრებო. ახალი. ხო, ამიტომ რომ ძველი აღარ გკირდება არაფერში. დავიწყებ. ჩვენი ახალი პარტნიორი. აბა როგორი იქნება ის? ამ ადამიანს ექნება რაღაცის ნიჭი, შეიძლება უყვარდეს ხატვა, რაღაც აპლიკაციები, წერა, რაღაცის კეთება, კი ბატონო. კი მეგობრებო, ძალიან ხელოვანი ადამიანი ჩანს, ეყარება მოგზაურობა, კიდევ რა ხატი აქვს? კიდევ რაო? აბა კიდევ როგორი იქნება ის? ეს ისევ მიჯაჭულობის კარტი, ანალიზი. ანუ ამ ადამიანს ძალიან ეყარება ფიქრი. სულ გაანალიზება, ანალიზი, ნიჭი ექნება ისეთი, რომ არაფერს დაუკვირვებლად არ გადაწყვიტავს მეგობრებო. ხო. ძალიან ისეთი გონებით იქნება შემოფარგლული, გონებრივად ფიქრობს ეს ადამიანი, სანამ რამეს გააკეთებს, მანამდე ფიქრობს. ძალიანაც კარგი, კიდევ რაო? კი, ამ ადამიანს ძალიან ეყარება მოგზაურობა. აი ეს არის კიდევ რაიო? ხო, ძალიან ისეთი იქნება დაბალანსებული, ძალიან ჭკვიანი, ძალიან ნიჭიერი, ეყარება მგზავრობა და კიდევ სხვა მრავალი ესეთი ხასიათებით მეგობრებო იქნება ეს ადამიანი. კიდევ როგორ იქნება ის? აი რაც არ უნდა გაგიჭირდეთ, მეგობრებო. რაც არ უნდა დახმარებას თხოვოთ, თუ არ თხოვოთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი ყოველთვის გამოიქცევა. სასწაული. აი ესე კისრის ტეხით გამოიქცევა მეგობრებო. როგორ იქნება ის? აი ესეთი. აი ნახეთ, აი პეშვით წყალს რომ მოგიტანს, აი ზუსტად მსგავსი დედას ფიცა ვარ, გაოცებული ვარ. და რომელ წარსულზე მელაპარაკებით მეგობრებო? რომელ გყავდათ ესეთი პარტნიორი წარსულში? კარგით რა? არ შეადაროთ. ეს ადამიანი ყოველთვის იქნება მზად, რომ აი ნათქვამი თუ უთქმელი, თქვენი გაჭირვება, აი არ ვიცი, გულთან მიიტანოს. რა თქმა უნდა, აი ნახეთ, როგორ მორბის. ყველაფერზე. აი ესე მეგობრებო გამოიქცევა, როგორი იქნება ის და ძალიან გულიანი, ძალიან ერთგული, გვერდში მდგომი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს დატოვებს და თქვენთან გამოიქცევა. აი ესეთი. აბა მითხარით ახლა რომელს გყავდათ წარსულში ესეთი ადამიანი? მე არ მყავდა და თქვენი არ ვიცი. ხა, წარსული. ეშმაკს გადააფურთხეთ მეგობრებო, ბოდიში ამ სიტყვისთვის. ხო, კიდევ როგორი იქნება ის? როგორი იქნება ის მეგობრებო და ძალიან ფრთხილი. ამავე დროს. ძალიან გაგიფრთხილდებათ. მაგრამ თავისებური მორიელ, ამაზე ნუ უყურებ, აქ ხალი ხატია თუ მამაკაცი, ამას ნუ უყურებ. საქციელს დააკვირდი. ამ დასტაში ყველგან მამაკაცები ხატია. მხოლოდ 2 ქალის სურათია, თუ 3-ის. ხა. ხო გეუბნებით, როგორი იქნება ის? ეს ადამიანი იქნება ძალიან ფრთხილი, ძალიან მორწმუნე. ხო, ეყარება ცხოველები, ეყარება კატა, ცხოველები ზოგადად, ეყარება წერა. როგორი იქნება კიდევ ის? აი მეგობრებო, აი აქ იქნება ორმხრივი სიყვარული. როგორც გეყარებათ თქვენ, ისევე ეყარებით მას. როგორც ეყარებით მას, ისევე გეყარებათ თქვენც. მე აქ ვხედავ ორმხრივ სიყვარულს. დედას ფიცა ვარ. ეს იქნება სასწაული გრძნობა. ადამიანი, რომელიც მიგიღებთ ისეც, როგორიც ხართ. ადამიანი, რომელსაც ეყარებით ზუსტად ისეთი ბავშვური და ისეთი უბოროტო, როგორებიც ხართ, მეგობრებო. აი ზუსტად ისეც მიგიღებთ, როგორიც ხართ. ხო. რასაც გასცემთ, იმას დაგიბრუნებთ. ეს ადამიანი, მეგობრებო, ძალიან მადლიერი ადამიანი იქნება. საჯაროა კი.
ძალიან მაგარი გაშლაა დღეს. ძალიან. და კიდევ როგორი იქნება ის? ამას რა უყო? ამას რა უყო? საკუთარი თავიც ეყარება, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ ძალიან ძლიერი. ეს ქვემოდან ესა და ესეთი. ნუ რა ვქნათ ახლა რაღაცა ერთი ექნება ადამიანს. სარკის წინ დგომა ეყარება ძალიან. ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ ახლა, პლუს მინუსები ყველას გვაქვს. თუმცა ძალიან ეყარებით ამ ადამიანს, ძალიან ეყარებით ამ ადამიანს. კი. რასაც გაუკეთებთ, იმას დაგიბრუნებთ უკან. იქნება ძალიან ძლიერი. თუმცა ძალიან ნელიც, თქვათ. რაღაც მომენტებში ნელი იქნება, ხა სპილო ძლიერია, მაგრამ ნელი, ხო, ვიცით? ხო, ამიტომ რაღაცებში შეიძლება მოინელოს, მაგრამ ხო, დრო კი არა და ნელი, ძალიან ნელიც არა, მაგრამ ნუ რაღაცნაირი თავისებური. ხო, ამიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი იქნება ის, ვინც მიგიღებთ ისეც როგორიც ხართ. რა ვიცი მეგობრებო, მეტი არაფერი ვიცი. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. ძალიან კარგი და სასიამოვნო. ეს რო არ ამოსულიყო ხო ამის გარეშე არ იქნებოდა. ნუ მაგრამ რა ვქნათ, ალბათ უნდა გწოდნოდათ. ხო, ასე რომ მივიღოთ ინფორმაცია, რაც გჭირდება ის მივიღოთ, რაც არა და გავუშვათ. მოკლედ მეგობრებო, უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან კარგი იყო დღევანდელი დღე, როგორც სხვა დანარჩენი, ასევე დღევანდელი ძალიან კარგი სიამოვნება მივიღე მე მაგალითად. მედია თქვენც. უღრმესი მადლობა მორგანა, მოკლედ შენ მე მანებივრებ. კი, საინტერესო გაშლა იყო დღეს. ძალიან აუცილებლად ავტვირთავ. ძალიან მაწვალებს გადმოტვირთვის პროცესი, იმიტომ რომ Wi-Fi არ მაქვს მეგობრებო და ტელეფონზე პერეზაგრუცკას ვერ აკეთებს გაახლებას, ამიტომ უჭირს. კი ბატონო, ძალიან კარგი ლაივი გქონდა დღეს. ხო, ამიტომ მაპატიეთ ზოგჯერ მოგვიანებით ვდებ ხოლმე და ხო. ამიტომ მაპატიეთ ეს შემთხვევა. უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს, ბედნიერი და წარმატებული დღე მინდა გისურვოთ. უფლიდან დალოცვილები ყოფილიყავით, არაფერზე არ იდარდოთ, მეგობრებო, არანაირი წარსული. ისეთი ადამიანი თუ შემოდის, თუ უკვე არის თქვენ ცხოვრებაში, ზოგიერთებთან შეიძლებაც და არის, მეგობრებო. ასე რომ წარსულს მოეშვით. წარსული საერთოდ სიტყვა მოიგდეთ გონებიდან, წარსული. ეს უკვე ისტორიაა. რაც დაიწერა და დარჩა წარსულში. всё, მეგობრებო, იქ არაფერი აღარა უკვე სამქვეყნოდ. ამიტომ რომ გადაერთეთ უკვე ახალზე, ახალ პარტნიორზე იფიქრეთ, ელოდეთ ახალ პარტნიორს, ყველაფერი იფიქრეთ ახალი, მეგობრებო, სიტყვა ახალი, ჩაიბეჭდეთ. რა თქმა უნდა, მორიელ, აი ყოჩახ, მივესალმები შენს ამ ყველაფერს. მეც, მეგობრებო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, ბედნიერების წლები დაგდგომოდეთ ნამდვილად და ხო, რა ვიცი, ახალ წელს შევხვდეთ ერთად. მოდი ასე ვთქვათ. დავთქვათ ეს დღე დავთქვათ, მეგობრებო, თუნდაც მხოლოდ ჭიქით ხელში, ახალი წელი მიულოცოთ ერთმანეთს. კი ბატონო, მივესალმები ამ ყველაფერს. აბა რა სიტყვით? ახალ წელს ვინსაც და ვინსაც, როგორც შეგვიძლია. აი ესე ყავი ჭიქით მეთქი. ხო, ნუ თუნდაც ყავის ჭიქით, რა პრობლემაა, მეგობრებო? ეხლა მაგ დროზე მე შეიძლება გაშლა არ მქონდეს, ლაივი არ მქონდეს, გააჩნია სად ვიქნები ისიც. ხო, თუ კი ვიქნები სამსახურში, რა პრობლემაა ხამით, შემიძლია მაგალითად. თუმცა მეგობრებო, ერთი ბაკალი ჭიქით შევხვდეთ ერთმანეთს. ძალიან მაგარი იქნება. მოკლედ გეფერებით ყველა შორიდან, ბედნიერი დღე ყველას და გელოდებით კომენტარებში. აბა დროებით.